რუსეთისა და ნატოს სამხედრო ძალები ბალტიის რეგიონში შეეჯახდნენ. ბალტიის ზღვა რუსეთისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთდროული სამხედრო მანევრების არენად იქცა. მოსკოვი რაკეტულ დარტყმებს ამუშავებდა, მაშინ როცა ალიანსი წელს ყველაზე მასშტაბურ წვრთნას ატარებდა. და რუსეთი ახლა შეშინდა იმის გამო, რომ ნატო კალინინგრადის ბლოკადის სცენარს ამუშავებს. ამიტომ გადაწყვიტა იქ თავისი იარაღით დაიმუქროს. მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საბოლოოდ ნატოს წვრთნები უბრალოდ შოუს აღარ გავს. გუშინ გამოვიდა ბირთვული იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის ანგარიში. და სწორედ ამ ანგარიშიდან გახდა ცნობილი, რომ ევროპული ქვეყნები ჩუმად, მაგრამ აქტიურად ზრდიან ხარჯებს ბირთვული შეკავების პროგრამაზე და ბირთვული არსენალის მოდერნიზაციაზე. და ეს ყველაფერი ვლადიმირ პუტინის ბირთვულ მუქარებზე პასუხად ხდება. და სწორედ ანგარიშიდან გახდა ცნობილი, რომ დასასავლეთის სამივე ბირთვულმა სახელმწიფომ 2025 წელს ბირთვულ იარაღზე ხარჯები ბევრად უფრო მეტად გაზარდა, ვიდრე არალაგებული რუსეთმა. თანაც 10 ჯერ. გარდა ამისა, იუწყებიან, რომ შეერთებულმა შტატებმა უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე ყველა დანარჩენმა ბირთვულმა სახელმწიფომ ერთად. სინამდვილეში ვლადიმირ პუტინმა ახალი ბირთვული რბოლა გამოიწვია, რომელშიც უკვე დამარცხდა. ამიტომაც ცდილობს თავისი არსენალით დაიმუქროს. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ვაშასე, ბალტიის ზღვა დღეს გახდა რუსეთსა და ნატოს ერთდროული სამხედრო მანევრების არენა. მოსკოვი რაკეტულ დარტყმებს ამუშავებდა, მაშინ როცა ალიანსი წლის ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნას ატარებდა. რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალებმა ბალტიის ზღვაში წვრთნები ჩაატარეს 8 და 9 ივნისს. მანევრების დროს მუშავდებოდა არამართვადი რაკეტების გაშვება, დაბომბვები და რაკეტული დარტყმები. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდა დაახლოებით 10 სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის გამანადგურებლები და ბომბდამშენები. ასევე 2 მცირე რაკეტმზიდი ხომალდი. მანევრები მიმდინარეობდა კალინინგრადის ოლქის ტერიტორიაზე. ეს არის რუსეთის ექსკლავი პოლონეთსა და ლიტვას შორის, სადაც განთავსებულია რუსეთის ფედერაციის ბალტიის ფლოტის შტაბ-ბინა. ასეთი წვრთნები დაუბანელმა რუსეთმა სწორედ კალინინგრადის მახლობლად ჩაატარეს. ეს შემთხვევითი არ ყოფილა. საქმე იმაშია, რომ ამავე დროს ბალტიის ზღვაში მიმდინარეობს ნატოს წვრთნები ბალტოპს, რომლებიც 4 ივნისს დაიწყო და 20 ივნისამდე გაგრძელდება. ამ წვრთნებში მონაწილეობს დაახლოებით 20 გემი 15 ქვეყნიდან და დაახლოებით 6000 სამხედრო მოსამსახური. ეს წვრთნები ითვლება ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებად ბალტიის რეგიონში წელს. და აქ რუსეთში მართლა პანიკას მიეცნენ. ნატოს წვრთნების წინა დღეს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ ნატოს შეუძლია კალინინგრადის ოლქში რუსეთის სამხედრო ობიექტების განეიტრალება 1 წამში. ლიტვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსმა მოსკოვს უნდა აჩვენოს მზადყოფნა, გადალახოს კალინინგრადში არსებული რუსეთის ციხე-სიმაგრე და არ დაუშვოს იქ განთავსებული სარაკეტო და სააერო თავდაცვის სისტემების გამოყენება ალიანსის ქვეყნების წინააღმდეგ. ამაზე პასუხად ვლადიმირ პუტინმა დაიწყო ევროპისთვის ომით მუქარა და განაცხადა, რომ რუსეთს საკმარისი საშუალებები აქვს კალინინგრადის ნებისმიერი თავდასხმისგან დასაცავად. ამიტომაც ჩაატარეს ეს წვრთნები 8 და 9 ივნისს. მაგრამ პუტინის მუქარები აღარ მოქმედებს. მოსკოვიდან მუდმივი მუქარები ევროპულ ქვეყნებზე ბირთვული იარაღით დარტყმის შესახებ აიძულებს ევროპელებს აქტიურად გაზარდონ ხარჯები ბირთვული შეკავების პროგრამასა და არსენალის მოდერნიზაციაზე. დამატებითი ფაქტორი გახდა გაურკვევლობა, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოიწვია, რადგან ის თავად ცდილობს გაამყაროს თავისი პოზიციები, მას შემდეგ რაც ყველა სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმება რუსეთთან შეწყდა. დასავლეთის სამივე ბირთვულმა სახელმწიფომ 2025 წელს ბირთვულ იარაღზე ხარჯები ბევრად უფრო მეტად გაზარდა, ვიდრე რუსეთმა. მსოფლიოში 9 ბირთვული ქვეყნის საერთო ხარჯები თითქმის 20 მილიარდით გაიზარდა და 119 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ ყველაფერზე საუბარია ბირთვული იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში. აღინიშნება, რომ ეს რეკორდული ხარჯებია მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ 2020-დან დაიწყო ამ მონაცემების აღრიცხვა. ყველაზე მეტად ეს მაჩვენებელი გაიზარდა 22%-ით, რაც ფულად გამოხატულებაში 12 მილიარდ 500 მილიონი დოლარი. ბირთვული ხარჯები 2020-დან გაიზარდა რუსეთში და შეერთებულმა შტატებმა ჯამში თითქმის 70 მილიარდი დოლარი დახარჯა. ეს უფრო მეტია, ვიდრე დანარჩენი ქვეყნების ჯამური მაჩვენებელი. დიდმა ბრიტანეთმა ბირთვულ ხარჯებში 17%-ით მეტი დააბანდა. საფრანგეთმა კი თითქმის 10%-ით გაზარდა ბირთვული ხარჯები.
შედეგად მათი ერთობლივი ხარჯები თითქმის 80 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის 10 ჯერ აღემატება რუსეთის ბირთვულ ხარჯებს. რუსეთმა დახარჯა 9.5 მილიარდი დოლარი. რუსეთი, როგორც აღნიშნავს ეს საერთაშორისო კომპანია, სამხედრო ბიუჯეტს პირველ რიგში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაზე ხარჯავს. და მისი ბირთვულ იარაღზე ხარჯების წლიური ზრდა, ანუ 6%, აღმოჩნდა ნაკლები, ვიდრე დანარჩენ ყველა ქვეყანაში მსოფლიოში. როგორც ანგარიშში აღნიშნული, რუსეთის შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები ანაზღაურდება იცით რით, რიტორიკით და პროპაგანდით. და ეხლა ეს ხდება აშკარა, გასაგები, კრისტალურად გასაგები. რატომ ემუქრება შიშველი მეფე ვლადიმირ პუტინი ყველას ბირთვული იარაღით და უშვებს თავის ფუჭ ორეშნიკებს? რატო ყვირის მთელი მისი პროპაგანდა? მოდი დავართვათ ბირთვული იარაღით ევროპას, რომ შევაშინოთ. საქმე იმაშია, რომ ანგარიშის მიხედვით პუტინმა 2024 წლის ბოლოს დაამტკიცა განახლებული სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები ბირთვული შეკავების სფეროში. მან გააფართოვა ბირთვული არსენალის გამოკადემის შესაძლებლობა სხვა ქვეყნების არაბირთვულ მუქარებზე პასუხად, თუ ეს ქვეყნები მხარდაჭერილნი არიან ბირთვული სახელმწიფოების მიერ. საკითხი ისაა, რომ პუტინი კარგად ხვდება, რომ თავად ვერ უძლებს იმ ბირთვულ რბოლას, რომელიც თვითონვე დაიწყო. ვერ უძლებს. ამიტომ საჭიროა ხმამაღლა იყვირო, რომ შეგიძლია ბირთვული იარაღის გამოყენება, რათა ყველა შეგეშინდეს. იყვირო, რომ კი, მე გიჟი ვარ, მზად ვარ ბირთვული იარაღი გამოვივენო და ასე შემდეგ. მაგრამ დასავლეთი არ შიშებს და როგორც ხედავთ, ჩუმად ზრდის ბირთვულ ხარჯებს. და სწორედ ამ სიტუაციაში ევროპის კავშირის ქვეყნები განიხილავენ ევროპული ბირთვული თავდაცვის სისტემის შექმნას. აწარმოებენ მოლაპარაკებებს საფრანგეთთან. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მარტის დასაწყისში გამოაცხადა ბირთვულ სტრატეგიაში ცვლილებებისა და საფრანგეთის შეშეკავების ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ. საფრანგეთი აპირებს გაზარდოს არსენალი. ამჟამად მას ოფიციალურად დაახლოებით 290 ბირთვული კობინი აქვს. და გაავრცელოს თავისი ბირთვული ფარი პარტნიორებზე. კიდევ ერთხელ, საფრანგეთი სხვადასხვა ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც საკუთარი ბირთვული იარაღი აქვს. ამბობენ, ალბათ არსენალს მაინც გავზრდით, იყოს მეტი ბირთვული კობინი. მაკრონმა მაშინ დაასახელა გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია და შვედეთი. თანამშრომლობა ამ ქვეყნებთან გულისხმობს ერთობლივ ცურთნებს ბირთვული იარაღის გამოყენებით და ფრანგული გამანადგურებლების დროებით განთავსებას ამ ბირთვული იარაღით მათ ტერიტორიაზე. იქ იდეა ესეთია, რომ ეს ბირთვული კობინებით აღჭურვილი თვითმფრინავები მუდმივად გადაადგილდებიან მთელი ევროპის ტერიტორიაზე. იმისთვის, რომ საერთოდ გაუგებარი იყოს, სად კონკრეტულად იმყოფება ამჟამად ბირთვული იარაღი და საიდან შეიძლება მისი გაშვება. და აი მიზეზებად სტრატეგიის შეცვლისთვის მაკრონმა დაასახელა საფრთხეები რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან. ასევე აშშ-ის თავდაცვის სფეროში პრიორიტეტების ცვლილება. და ამასთან ერთად ამავე დროს დიდ ბრიტანეთში მათ აქვთ 225 საბრძოლო კობინი. ეხლა კი აშენებს 4 ახალ ატომურ წყალქვეშა ნავს და ავითარებს ახალ საბრძოლო კობინს. ასე რომ აშკარაა, რომ ევროპა უკვე უბრალოდ არ აკვირდება ამ გაველურებული ვლადიმირ პუტინის მუქარებს. ევროპა ჩუმად აძლიერებს თავის შეკავების ძალებს. და უკვე გასაგებია, რომ ბირთვულ რბოლაში პუტინი მარცხ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ იმედოვნებს ეს იქნება მისი მთავარი ზეწოლის ბერკეტი დასავლეთზე, ხოლო დასავლეთმა შეხედა და ასე ფიქრობს. პუტინი ბირთვული იარაღით ემუქრება. ვაშ, მოდი გავზარდოთ ჩვენი ბირთვული არსენალები, რომ ამ მელოტმა გაუგებროა მიცოდეს ვისცენ აქვს საქმე. საერთოდ აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ფინანსურად დაეხმაროთ ნებისმიერი დონატით, ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. ამით დავამთავრებ. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობა.